დიდი მადლობა, მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ. დავიწყებ მიმდინარე მოვლენებზე რაღაც ხუმრობების თქმას. მაშასე ესეთი შესავალი მინდა გავაკეთო. ჯალალედინი, მურვან ყრუ, თემურ ლენგი, აღა მაჰმად ხანი, შაჰაბასი, ეკა ყუშიტაშვილი. იდევ რამდენს უნდა გაუძლო, ჩემო ბედრ ყრულო საქართველო. რამდენს უნდა გაუძლო გამაგები. მოკლედ, ინტერნეტით ვინც არ იცით, მათთვის მინდა ვთქვა, რომ ინტერნეტით გავრცელდა ვინმე ეკა ყუშიტაშვილის პოლიციასთან დაპირისპირების რაღაცა ისეთი ვიდეო, რამაც გადაფარა აბსოლუტურად კვირის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს ვიდეო უნდა ნახოთ აუცილებლად და მე უკვე მე ვიცი. აუ კამერა ჩაქერა. ჩართულია. საბუთები წარმოიდგინე. დათო! ვინ არის დათო? დათო როგორ ახარ დათო? დათო ვინ არის? სინანძია. კი ბატონო, საბუთები მან. ახლა ჩამოსული ვარ სოფლიდან, საბუთები არ მაქვს. მე ყუშიტაშვილი ეკა. ყუშიტაშვილი ეკა, მე იძინ ხელავდია. ხალბატონო ეკა, ჯორჯ გოდი რატო არ ეკა? რა ვერ დაიმახსოვრე, ჩემ მანქანით რომ არ უნდა გამოჩერე. არა, მე არც გამოჩერები ხარ, პირველად გაჩერე. მე გამოჩერე, თავგასებული როა. 40 ლარის დედა შევეც, იცი რამდენი 40 ლარი მაგ. ჩემთან რა პრეტენზიები გაგაჩნია თუ ვერ ხვდები? არაფერ, ბოცა რაღაც მეებით მოიქცევ, რა არ უნდა იცხოვა. 40 გერა 80-იანი გამომიწერდა. უკეთო დედის ქნებაზე ჯარიმა რამდენია, ეგეც იქნება. რა და მოდი მე რეჩე. ადი ახლა სამისწავო. პეკინზე ტელეფონზე საუბრობთ ხარ? პეკინზე ეს ხლერო იმაგაცა. რა დაუძელოს ალბათ? ეს გადაიწევ შემდეგში შევედი. რატო არ საუბრობთ ხალბატონო ეკა? რა უნდა სამპატრულებს, ბატონ ერობს მისცენ, აღარ შემიძლია რა. გოგზისა ბატონ, მელა დავჯერ, მაგრამ ტელეფონზე ლაპარაკობდი. ხომარა სადერეკლე საგისაუბრო. პეკინზე ლაპარაკობდი, ვაჟაზე მაჩერები და ვიღაც ტიპი მყავს გადა, აუ ბატონ ნახე რა. არ ვიცი მაგის გორჭი და მაგის დედაც მოთხან უკვე აღარ შემიძლია დათო რა. დაჟემე ჯაყარაშვილსაც ვიხარ და მითხრა რომ მაგა დედას უჭირება პროსტა ტიპი რამე გაბიდეს მიხარიო. მე ბატონო პროსტა პრობლემა ხო არის? ხუთიანს ვიხარო დედაგაც მოთხინე. კარგი, მაგრამ არ გინდა უზელობა და ის რა შე. ხო რა, ეკას მოგონილია ეგექცემას ხო. აი ხოდა დედას სამსახურიდან გავაგდებ. არა, მომიწევ. სულად გადაიცრე, კარგი დააყენე თორე. შენც მოისმე ხა ვის ვლაპარაკებოდი. ხო, არა, აი პრობლემა არ არის. ჩემი ოჯახის წევრები არიან ეგენი. მაგწილად ეს გაბლატავდი, გაიგე და ესე იგი, როგორც ნახეთ, ეკამ პატრულს აგინა, ანუ გინებით დაემუქრა ახლა. გონდ გამიკვირდა ახლა ქალმა როგორ უნდა შეუსრულოს მეთქი. გამიკვირდა, მაგრამ მე მივხვდი რომ ეკა არის დამკვეთი ცინარიძია შემსრულებელი. აი ესეთი მოკლედ ეს ეკა ყუშიტაშვილი საჭესთან მობილურზე საუბრის და ღვედის არ შეკვრის გამო პატრულმა გააჩერა. ნუ ეკამ დაურეკა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს დავით ცინარიძეს და შეშივლა თავისებურად დათო ეს დაუძახა. ხო იცი ეს ანუ პატრული მაწუხებსო რა და ცინარიძემ ის პატიოსანი პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მინდა ვთხოვო სოფლიოს მინდა ვთხოვო რომ იქნება ჩვენს ქვეყანას წყალი რომ შევასხა ძალიან დიდი წნევით რომ აი ეს სირცხვილი როგორმე რომ ჩამოვირეცხოთ და სადმე გამოვყოთ თავი არ ვიცი მე ესეთი სამარცხინო ფაქტი ჯერ არ მინახავს არც მომისმენი არსად ანუ გამოთქმა ზებოდან დარეკეს მალე შეიცვლება და უკვე ესე იქნება ქვემოდან არეკეს X-ფიატიდან ანუ X-ფიატიდან მაგარი პოლიციის უფროსი მეგონა ეს ცინარიძე ძალიან მაგარი ადამიანი ძალიან ძლიერი პიროვნება მეგონა მაგრამ თუ გამოდგა რომ ორ ბათს ვერ ანდობს კაცი იმიტომ რომ ერთმა ბატმა ნახეთ უკვე რაც ამ ცინარიძეს ესეთ გომანობას ჩააგდო ესე იგი ეკამ აგინა პატრულს და დარეკა ცინარიძესთან ცინარიძემ დაურეკა პატრულს აგინა და სამსახურიდან გააგდო გამწარებული პატრული მივიდა სახლში ცოლს აგინა ცოლმა დაურეკა ჭიკაიძეს იქნება ჩემი ქმარი დააბრუნდო სამსახურშიო და ჭიკაიძე გადადგა მოკლედ ამ ქვეყანაში ვინ ვისთან რეკავს კაცმა არის ძღოლებისთვის მალე გამოვა სარკეზე დასაკიდებელი პატარა ეკა ყუშიტაშვილები სათამაშოდ
ჩვეულებრივად სათამაშოა, ჩვეულებრივად ჩამოკიდებს სარკეზე და პატრული ახლოსაც ვერ გეკარება აბსოლუტურად. თანაც ეხლა გასართობი არის ეს სათამაშო. თან რომ მიდიხარ თავს აკდებს ესე და თან გაგინებს. თან გაგინებს ესე. ის ხო როგორც არის. თან დათოს ეძახ. დათ. ამ თემაზე შემდეგ კიდე ვისაუბრებ, როდესაც სკამზე დავჯდები, მე უკვე ვისაუბრებ. გადავიდეთ სხვა თემებზე. როგორც ირკვევა, ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება, მოქალაქეების მხრიდან პოლიციელების დამცირებისა და შეურაცხყოფის ფაქტები. მე არ ვიცი რა ეშველება ამ პრობლემას და ვინ შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას. აი ვინ შეძლებს, აი ხა ამ სიტუაციის გამოსწორებას. როცა ამ კითხვაზე სწორი პასუხი ციხეში ზის. და ვინ უნდა შეძლოს აი ამ სიტუაციის გამოსწორება? მე ვერ. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა, ერთადერთი გასართობი ქონდა ხალხს და ისიც მოსპეს, ეს არის ჭიკაიძე გადადგა თანამდებობიდან, მიკვირს ახლა რა, ძალიან მიკვირს ამ ჭიკაიძეს ან მოსვლა რა იყო, ან უპრიანი რა იყო, ან თალიბანი რა იყო, ან წასვლა. აი საერთოდ ვერ ხვდები. ეს კაცი როგორც ჩუმად მოვიდა, ისევე ჩუმად წავიდა. ეგრე სადაც მოვეხლა, ჩუმად მოხვედი, ესე ჩუმად წახვედი. ამ ხელა მინისტრი კაცი ხარ. კაცი ხარ, მიდიხარ, კაი, მიდიხარ, მთელი წელი ხმა რა მოგიღია. ერთი ჩინჩლავს მაინც გეთქვა, შეკაი ადამიანი. ისე წასულიყავი. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად დაინიშნა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, ესეთი ფიგურა, გამაგიჟებს ეს ხალხი. ამ ვახტანგ გომელაურს რო ნიშნა მინისტრად. ჯერ ეკას კითხეთ. კითხეთ ეკას აწყობს, არ აწყობს, საერთოდ აი კითხეთ, ენდობა. ხო უნდა ენდოს ესეც, ხო, რო დარეკოს. ხო, ვახ, ცოტა ხანში დაურეკოს. ანუ ბიზნეს დაცვის უფროსი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თავიდან ბიზნეს უნდა რომ ზარეული დაენიშნა შინაგან საქმეთა თავისი პირადი მზარეული დაენიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაგრამ თვითონ მზარეულს უთქვამს უარი, იმიტომ რომ ეს ზალოვნებიო, მაინც ჩემი სტილი არ არისო, მე ჩემ თავს უფრო ეკონომიკურ გუნდში ვხედავ. დიახ, ესეთი მდგომარეობა გვაქვს ეს მინისტრთა კაბინეტში. ჭიკაიძის გარდა სამსახურიდან გაუჩეს ღარიბაშვილის მიერ სხვადასხვა უწყებებში მოყვანილი თანამდებობის პირები, ყველა აბსოლუტურად და ღარიბაშვილზეც ამბობენ, რომ მაგისი მთავრობაში ყოფნის დღეებიცო დათვლილიაო, 2, 3 ან 4-5 მადლობის გადახტაღა დარჩაო. 4-5 და რა ვიცი, შეიძლება რა მოხდეს, მე არ ვიცი. პრინციპში თვითონ ღარიბაშვილსაც რაღა უნდა მთავრობაში, აღარავის არ იცნობდა. რაღა ესახება, მე არ ვიცი. ლარის კურსი კიდე უფრო დაეცა და ამ ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია წამლების ფასების ზრდაც. 350 დასახელების მედიკამენტი 15%-ით გაძვირდა. განსაკუთრებით განაწყენდნენ პენსიონერები, აქამდე ძლივს ყიდულობდითო ამ წამლებსო და ახლა რა გაგვეშველება ვაწიო. შენ თუ ინტრიგანი პენსიონერი არ ახარ. შენ თუ ინტრიგანი პენსიონერი არ ახარ, რაღა მაინც და მაინც იმ 350 დასახელების წამალი გჭირდება. რაღა მაინც და მაინც ამ 350-დან ყიდულობ, შეკაი ადამიანო. მე არ მესმის ახლა, თუ წნევიანი ხარ და წამალი გაძვირდა, გენაცვალე, იყიდე ყელისკივილის საწუწნიაბები. იქნება და შველი, შეკაი ადამიანო, მოცლიდე. ხო, ყველაფერზე ხო არ შეიძლება ეს ინტრიგები ჩავხლართოთ და ასე შემდეგ. რატო ყვირი წინასწარ ვიყიდე და ჯერ გასინჯე. გუშინ მეზობლებს სხვათაშორის დაბადების დღეზე ანტიბიოტიკი ვაჩუქე და გადაერია სიხარულით. ესეთი ძვირფასი საჩუქარი ჯერ ჩემთვის არავის არ უჩუქებია. მოკლედ ლარმა გაუფასურების კრიტიკულ ზღვარს მიაღწია დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც საუბრობდა ამაზე. უკვე ქართული ეროვნული ვალუტა ისეთ საწოდა დღეშია, რომ უცხო ქვეყნის ვალუტებმა გამართეს მხარდაჭერი აქცია. დღეს მეც ლარი ვარ. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ იმედი მაქვსო, მალეო დასტაბილურდებაო ლარიო. ეს თქვა და თვალები ზეცისკენ აიშვირა.
გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ეს ყოველთვის საინტერესო თემაა ხოლმე და ამ კვირის ძალიან განსაკუთრებულად ძალიან კარგი იყო. ტელევიზიას, ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა ბატონმა ბიძინამ ინტერვიუ და ნახოთ ლარზე რა ისაუბრა. დავიწყებ. დიახ. რომ მოგონილი თემაა ესეც, არავითარ თვითონ არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა აგიტაციის სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი ახერხებს. ეს ფასებზე არასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი არჩვენებს სწორედ რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია და ჯანმრთელი ორგანიზმია. გასაგებია, კი, ბატონო ბიძინა, კი, მესმის, გასაგებია, ლარი არის ცოცხალი და 7 მილიარდი დოლარი არის მკვდარი. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ესია ხალხისთვის და ჩვენთვის არ ვიცი. ივანიშვილმა იმ ხალხზეც ისაუბრა, ვისაც ბანკიდან კრედიტები აქვს გამოტანილი, რა უნდა უკრათ ამ კრედიტებს, ამაზე ისაუბრა ძალიან კარგად მოусმინოთ. მაგრამ ეს ტკივნეულია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საბანკო ვალდებულებები აქვს განსაკუთრებით დოლარში. ეკონომიკა, ბიზნესი ეს რთული მექანიზმია, მას სოდნა უნდა და ალღო უნდა, ესე მარტივი არაა, სად დააბანდა შენი კაპიტალი დოლარში თუ ლარში თუ ევროში გადაიდანო. ამას ეს არის პროცესი. ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს, თუ არ ერკვევა, უნდა დაიქირავოს ბანკი, ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ესე იგი, ეს პრობლემა თვითონ ხალხის ბრალიაო, უნდა იცოდნენ, სად უნდა დააბანდონ ფულიო და რა ვალუტაშიო. ან თუ არ იციან, მაშინო პირადი ბანკირები დაიქირავენ. მიუხედავად იმისა, რომ მე მხოლოდ გავიმეორებ ბატონი ბიძინას სიტყვები, მაინც ძალიან მწვენია და მე გიხდით ბოდის. მე მაპატიებ. მე ვიხდი ბოდის. ჩემი ბრალია, მე არ უნდა გამომეორები და არ შეიძლება ერთხელ თქვა გაქნავს, არ მორჩა. მაპატიეთ, რომ გავიმეორე ხელახ. მოკლედ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს, რომ იყვნენ მილიარდერები. კარგია ბატონო ბიძინა პირადი ბანკირის აყვანას, რომ გვირჩევთ ძალიან კარგია, მაგრამ რა ქნას ხალხმა 2 წლის წინ ავირჩია ჩვენ პირადი ბანკირი, მაგრამ გადაგვაგდო. რა ვქნათ, ასია საქმე. ივანიშვილის შემოქმედებით პერსპექტივებზეც ლაპარაკობდა ივანიშვილი, ნაციონალების შესახებ 200 სერიანი ფილმი უნდა გადავიღოთ. 200 სერია ფილმი იქნებაო და ამ ფილმს დავარქმევთო 9+1. ესე თქვა. კარგია ნაციონალებზე რო იღებთ ფილმს 9+1, მაგრამ მანამდე რო ხალხზე რო გადაიღეთ 9.5 კვირა. იმას რა უყოთ? იმას რა უყოთ არ ვიცი. ბიძინა თქვა რომ 200 სერია იქნებაო, ხალხმა მე დაუძახა იქიდან 200 არა ბატონო ბიძინა 100-ო. ბიძო მე უთხრა რომ 100 რაო, სერიაო, არა, ქარხანაო, ქარხანა. ნაციონალებზე ამხელა ფილმის გადაღებას ბატონო ბიძინა ბედნიერ ხალხზე რომ გადავიღოთ ერთი ფილმი, ხო შეიძლება ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ კინოში მაინც ვნახოთ ბედნიერი ხალხი. ხო და ახლა 200 სერია თუ არა, ერთი 15 წუთიანი ფილმი მაინც გამოვა, ახლა რაღაცა 15 წუთიანი ფილმში რამდენიმე ბედნიერი კაცი. გაიარო ქუჩაში შეიძლება ნახოს, სხვა წააწყდე, რა ვიცი. გამართლებაზეა ეგეც. გაგიკვირდება და ბიძინამ ღარიბაშვილის გააკრიტიკა, მე ირაკლის თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ ნათესავების დანიშნა პრობლემას შეგიქმნისო. მე თავიდანვე უთხრა, ასია, ვინც ბიძინას არ დაუჯერა, ყველა მცხვირი წაიდეხა. ჯერ მარტო ნიჩეს რა მოუვიდა კი იცით. რა მდგომარეობაში ჩააგდო და რა დღეშია. ესენი კი. ყველაფერ ამასთან ერთად ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ პოლიტიკაშიო არ ვერევიო. ეს საერთოდ არ ვერევი აბსოლუტურად. თუ არ გჯერათო, ალასანიას კითხეთო. ან ღარიბაშვილს კითხეთო გაზაფხულზეო. მოკლედ ქვეყანაში რიგითი ადამიანები პოლიციას ამცირებენ, კრიმინალი ზენიტშია, მედიკამენტები ძვირდება, ლარი სულს ღაფავს და გამოსავალი არ ჩანს. ხო და კიდევ ნაციონალეზეო 9 წელეზეო ფილმის გადაღებას ვაპირებო. ბიძინა ამბობს და ბატონო ბიძი რა დგინდა ეგაც? აგერ ანგელოზივით სცენარი ჩამოგითვალე ახლა. ანგელოზივით სცენარი გიდევს ხელზე გადაიღი ამაზე. აი ამაზე.